ტაილანდი და აზიური სამზარეულო. სად და რა დავაგემოვნოთ ბანგკოკში ვიზიტისას? სასტუმროში დაბინავების შემდეგ გავეშურე ჩაინათაუნში ჩემს მეზობლად მდებარე 100 წლის კაფეში, რომელიც წინასწარ მქონდა მონიშნული და საბედნიეროდ ზუსტად ჩემს მეზობლად აღმოჩნდა. აქ დავაგემოვნა ტრადიციული ცხელი ყავა ყინულებით. აი სასწაულად გემრიელი იყო. საჩუქრად კი ასეთი ჩაი მოაყოლეს. ასევე შევუკვეთე სხვადასხვა სახის პელმენები. აი ეს საოცრად გემრიელი აღმოჩნდა. შემდეგ კი მოიტანეს ასეთი სიფაფუკეები. პელმენის ცომი მეგონა იქნებოდა და ტკბილი პური აღმოჩნდა ხორცის შიგთავსით. ვერ აღწევ როგორი საუცხოო და გემრიელი იყო. ჩანგლით გამიჭირდა ჭამა და ბოლოს გამახსენდა რომ ხინკლის სამშობლოდან ვარ და ხელით გემრიელად გიახელით. თუ ვინმეს დაგაინტერესებთ, მომწერეთ და ზუსტ მისამართს გაგიზიარებთ. მეორე დღეს კი გავეშურე კიდევ ერთი გემრიელი ადგილის აღმოსაჩენად. ქუჩის საკვები, ეგრეთ წოდებული street food, აზიაში ყველაზე პოპულარულია და თუ ტაილანდში მოხვდებით, აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ უგემრიელესი და მრავალფეროვანი კერძები, რომელსაც ქუჩაში ადგილობრივები ამზადებენ. ჩაინათაუნი ერთ-ერთი განსაკუთრებულად პოპულარულია ამ კუთხით. თუმცა გულახდილად რომ გითხრათ, მომზადების ჰიგიენა ისეთი მიმზიდველი არ აღმოჩნდა, როგორც თავად დახზე გამზადებული კერძები. მეც რა თქმა უნდა, ჯანმრთელობის მხრივ უსიამოვნებების თავიდან ასაცილებლად მოვიძია უამრავი ინფორმაცია და თქვენს გაგიზიარებთ თუ სად შეიძლება იკვებოთ უსაფრთხოდ, გემრიელად და რაც მთავარია დააგემოვნოთ ის ეგზოტიკური კერძები, რომელთაც განთქმულია ტაილანდი. ეს ტერმინალ 21-ია. აეროპორტის თემატიკის უდიდესი მოლი. იგი ბანგკოკის ერთ-ერთი აუცილებლად მოსანახულებელი ადგილების სიაშია. მოლი როგორც ხედავთ, ულამაზესი და უზარმაზარია. იქიდან გამომდინარე, რომ აქ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ბრენდები და მაღაზიებია, აეროპორტის თემატიკის სახელწოდებაც აქვს და ყველა სართულზე სხვადასხვა ქვეყანას შეგიძლიათ ესტუმროთ. ლონდონი გნებავთ? კი ბატონო. სან-ფრანცისკო მეოთხე სართულზე გელოდებათ. სიგიჟია არა? ბოლო სართული კი დათმობილი აქვს, როგორც უკვე ვახსენებ, street foods. პიერ 21. ასე ქვია კვების სივრცე, სადაც უამრავი სახეობის პატარა კვების ობიექტი დაგხვდებათ. თან აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ბანგკოკში ეს ადგილი ყველაზე ბიუჯეტურია. როგორც გავიგებ და შემდეგ მეც დავაკვირდი, აქ საკვები ქუჩაში მომზადებულ კერძებზე კიდევ უფრო დაბალ ფასშია. სივრცის შესასვლელში უნდა აიღოთ ბარათი, სადაც ჩარიცხავთ სასურველ თანხას და შემდეგ ამ ბარათით ხდება ობიექტებზე გადახდა. აი ასე ვიზუალურად ყველა კერძის ფოტოები აქვთ თავისი აღწერით და მარტივად შეძლებთ სასურველი კერძის შერჩევას. ვაპირებ დავაგემოვნა ეს ორი სახეობის ნუდელსი, ღორის და პატის. ამას ჩემთვის ცოტა უცნაური გემო აქვს. აბა პატი ვნახოთ. კი, ეს ძალიან გემრიელია. აი ეს ფრეშები კი აუცილებლად დასაგემოვნებელია. პირველი კენკრის გავსინჯოთ, საოცრებაა. მეორე ბანანი და მანგოა. კენკრამ გაიმარჯვა. აი ასე ალაგია დახსა და სასურველი ხილით აარჩევთ და აქვე დაგიმზადებენ. შემდეგში გადავწყვიტეთ ცნობილი ქოქოსის ნაყინი დავაგემოვნო. სახელი ხომ კარგად ჟღერს, მაგრამ ვიზუალი ბევრად უფრო მიმზიდველი აქვს. ქოქოსის ქერქში გიდებენ პირდაპირ ნაყინს. ტოპინგად კი ავარჩიე ქოქოსის ჟელე და მიწისძვრილი. ძალიან ეგზოტიკურად გამოიყურება, არა? თუმცა ამაზე საშინელება რამე